გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. შემოერთება დაიწყეს, მეგობრებმა ძალიან სასიამოვნოა. როგორც შევთანხმდით ჩვენ არ დაველოდებით და ალბათ პოზიციის ჩამოყალიბებას დავიწყებთ, მე ვისაც ექნება საშუალება დაუბრუნდება დასაწყის ძალიან მინდა რომ ჩვენს გადაცემებს ბევრი უყურებდეს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მოსაზრებებს გვაწვდიდნენ. მნიშვნელოვანი თემები გაჟღერდა ბოლო პერიოდში, ძალიან კარგ რამეებზეა საუბარი და ამიტომ არ მინდა რომ ეს დაიკარგოს და არ მინდა რომ ეს მარტო მეცნიერთა კონგრესში დუღდეს ეს თემები, არამედ მინდა რომ რაც შეიძლება ინტენსიურად გადავიდეს ხალხში. შესაძლებელი იყოს ის რომ აი მოსაზრებები მოვისმინოთ სწორედ კონგრესს გარეთ მყოფი ადამიანების და ეს უნდა იყოს კურსფელი, ღია, პირდაპირი და დაუფარავი სიმართლით, რომ ამ შემთხვევაში თამაში არავის არაფერში არ ჭირდება ჩვენ ამ კამელეონებმა და ესეთი დამთმობმა ადამიანებმა იმისთვის რომ სკამი შეინარჩუნონ, ამათ დაგუპეს, მოგიყვანეს ამ მდგომარეობამდე და ხელისუფლებებიც კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. ამიტომ ყველა ის საკითხი, რომელიც იდგა დღის წესრიგში, აქტუალურია. დღეს ჩვენ მეცნიერთა კონგრესში გქონდა ძალიან კარგი საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ემიგრანტთა ესე იგი ლაპარაკია ჩვენი საერთაშორისო ყოველთა ქართველთა საერთაშორისო სათვისტომოს შექმნის თაობაზე. ძალიან ბევრი რამ, რომელიც 31 მარტის შეკრება, რომელიც არის დაგეგმილი პარტიების მონაწილეობით, ალბათ 4 შაბათს ან კვირაში შედგება იმ ჯგუფის შეხვედრა, რომელიც პარტიებში მივა, ეს ერთი კვირის განმავლობაში ყველა პარტიაში, თან ტელევიზიების თანხლებით იქნება. ჩვენ რეალურად ვაპირებთ ახლა რომ ძალიან გვიჭირს, მაგრამ შევიძინოთ ერთი აპარატი, რომ ბევრი რამის არათუ ჩაწერა, არამედ პირდაპირი გაშვება შეიძლებაოდეს ამ შეხვედრების. ერთ სიტყვით, მეცნიერთა კონგრესის დრო ძალიან დაიტვირთება, ის ძირითადში არის 4-დან 6 საათამდე, მაგრამ სამშაბათს, 4 შაბათს და პარასკევს არის 3-დან 6 საათამდე. ჩვენ ამ თვეში ალბათ მარტის თვეში დავასრულებთ აი სრულად გამოვკეთოთ ის მთავარი როგორც იტყვიან ამ 5 გადაცემა რომ არის კვირის განმავლობაში. ერთი გადაცემა იქნება დაკავშირებული ეკონომიკასთან, ერთი გადაცემა იქნება საგარეო პოლიტიკასთან, ერთი განათლებასთან, ერთი სოფელთან და ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. აი ეს და ყველაფერი იქნება მეცნიერების თვალით, სწორედ ძალიან სერიოზული ექსპერტებისა და პროფესიონალების მონაწილეობით. ამის გაჩერება შეუძლებელია, ჩვენ ძალიან სერიოზული გადაცემები წავიდეთ ახლა პატრონი დავით შემოქმედებისა და პატრონი არაბულის, აკადემიკოს არაბულის ესე იგი ჩართვა ამ იმაში ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა პატრონი ალეკო ცინცაძე იწყებს კიდე გადაცემას, რომელიც ქართულ ენასთან არის დაკავშირებული. პატრონ გიაკვაშილავა აძლიერებს თავის გადაცემებს, ანუ რეალურად ძალიან სერიოზული ინტელექტუალური საყრდენობით იქნება მეცნიერთა კონგრესი და შესაბამისად ტელევიზია ქართული ტივი, სადაც ჩვენ ეს დრო გვაქვს აღებული და ჩვენი ძალიან დიდი სურვილია რომ ყველამ შეძლოს როგორმე ამ ტელევიზიას დაუდგეთ გვერდი, თუნდაც იმით რომ უამრავ ადამიანს უკარნავხოთ და უთხრათ როგორ უყურონ ტელევიზია ქართულ ტივის, რომ რაც შეიძლება ბევრი უყურებდეს და მე გარწმუნებ თქვენ იმას, რომ გაცილებით გაადვილდება ჩვენი ქვეყანაში პროგრესის საკითხი გაადვილდება ძალიან, როდესაც ადამიანებთან მივა სიმართლე. ახლა დღეს რეალურად ხედავთ თქვენ რომ დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა, დაპირისპირებული მედია საშუალებები და ერთი მართალი, ანუ ის რაც ქართულთან არის არც ულტრალიბერალია და არც ურაპატრიოტია, ასეთი პოლიტიკური ძალა არენაზე არ არის და ისეთი ტელევიზია არ არის, რომელშიც ყველას ექნება საშუალება თავის მოსაზრება გამოთქვას. ჩვენ ძალიან მძიმე რამეებს მოვკიდეთ ხელი რთულს, ადვილი არ არის, როდესაც პრაქტიკულად მხარდამჭერი არ ყავს და ჩვენ ვამბობთ რომ შიშველხელებიანთა მოძრაობა იქნება ეს. აი ამიტომ არის საჭირო რომ რაც შეიძლება მეტად კომპაქტური იყოს ესე იგი ჩვენი ურთიერთობები, ვკარნახობდეთ ერთმანეთს უზიარებდეთ მოსაზრებებს და რაც შეიძლება მასშტაბი მივცეთ ყველაფერი იმას, რაც
აუცილებელია მომავლის საქართველოსთვის. ხა მომავლის საქართველოს ასე ადვილი არ არის, როგორც ეს აღმოჩნდა, რომ გადაწყობა ამ საკითხებზე ჩვენ ყოველთა ქართველთა მსოფლიო სათვისტომოს ვირტუალური თუნდაც შექმნა რატო დაგჭირდა, იმიტომ რომ ვერ გავიტანეთ ეს პროექტები აქ, ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ხალხმა იცოდეს ახლა ვირტუალური, იმიტომ რომ ამას არ ეყოლება რაღაც გარკვეული, ვთქვათ, ხელმძღვანელები, პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები და ესენი აქ იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესს გამოაქვს პროექტები, პროგრამები, ხალხი უსმენს ამას, განსაკუთრებით გვინდა რომ სათვისტომო, იმიტომ რომ მათ იციან უცხოეთში გამოცდილება ამ თუ იმ მიმართულებით როგორია და რეალურად საშუალება იქნება იმისა, რომ ის რაც ჩვენს ქვეყანაში დაგროვდა, ჩვენი გამოცდილებით არის და ის რაც ჩვენ შევძელით, რომ მოგვეპოვებია გარეთ, შეგვისწევენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში არიან და ჩვენ გვექნება ძალიან სრულყოფილი პროექტები, პროგრამები. პარალელურ რეჟიმში მიდის სწორედ ის, რაც დაკავშირებულია ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურების შერჩევასთან, ეს ძალიან დაძაბული, შესაძლებელია, ნახოთ ხვალ დილით თუ შეხვედრა შედგა, რამდენიმე საორგანიზაციო ჯგუფის რამდენიმე წევრი არის შეუძლოთ და თუ ერთად არ გავიარეთ, ისე ალბათ წარმოუდგენელი იქნება. ყოველ შემთხვევაში ამ კვირაში ალბათ ესია იქნება წარმოუდგენელი 150 აცდება და ალბათ 200-მდე ადამიანი. იქ ძალიან ბევრს თქვენ შეიძლება ბევრს იცნობთ, ბევრს არ იცნობთ, ნახავთ იმას, ვინ მეტადაა დასახელებული, ვინ ნაკლებად, მაგრამ ძალიან ღირსეული ადამიანები არიან, ამ აშკარად ვხედავ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურ, სოციალური და პოლიტიკური ეყოლება თავის წარმომადგენელი. ეს ძალიან გამსაზღვრელია ამ შემთხვევაში, რომ ეს კი არ იქნება, რომ ერთი მიმართულების, იქ ზოგი ხელისუფლებიდან დაასახელეს, ზოგი წინა ხელისუფლებებიდან, ზოგი იმის წინა ხელისუფლებიდან, ანუ ყველას და რაც მთავარია დაასახელეს ის ადამიანები, რომლებიც თავისუფალი არიან აი შურისძიებისა და გარევალდებულებებისგან. ეს ძალიან განსაზღვრელია პოლიტიკოსისათვის, როდესაც ჩვენ არ ხარ რეაქციული, არ ხარ შურისძიებით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვალდებულებები არ გაგაჩნია. აი ამიტომ ამას ყველაფერს ახლა თავის მოყრა უნდა ადვილი არ არის, როდესაც ჩვენ შტატები არ გვაქვს, ხელფასები არ არის, ჩვენ ტექნიკა და შესაბამისად აპარატი არ არის, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს და ეს ძალიან ერთის მხრივ ძალიან კარგია, ამიტომ ვამბობთ, რომ შიშველხელებიანებს, ვინც ეს ცხოვრება იცის რეალურად იმ ხალხისგან განსხვავებით, რომ ამ დღეებშიც მოვისმინეთ ერთ პიროვნება, რომელსაც შევხვდით რამდენიმე და თქვა, რომ მეტროში არ უნდა ვარ, რაც გაიხსნა იმის შემდგომ და ამით ტრაბახობს, რომ მანქანა აქვს და ჯერ ერთი მანქანა მყავსო, ვითომ ცხოველია და ან კიდე ადამიანია და ეს ელაპარაკობს და მანქანა აქვს და ამიტომ ის თulis, რომ დამცირებაა მისთვის, რომ მეტროში ჩაჯდეს და ავტობუსში ჩაჯდეს და ეს პიროვნება პარლამენტშია. ცხადია, რომ როცა ასეთი ამპარტავანი ხალხი გყავს ირგვლივ და ამ ადამიანებს კიდე საქმე იმაში კი არ არის, რომ ის მჯდარა თუ არა მეტროში ამით რომ ტრაბახობს. ეს არის მისი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, მისი დიაპაზონის მაჩვენებელია, მისი განათლების დონის მაჩვენებელია, მისი აზროვნების დონის მაჩვენებელია ადამიანი პარლამენტარი ტრაბახობს იმით, რომ ის მეტროში არ მჯდარა, რომ ის ავტობუსში არ მჯდარა და ეხლა ამის და ამ დროს ყველაზე დღეს თუ გინდა რომ დრო დაზოგო, მეტრო გაცილებით უკეთესია, თუნდაც ის ავტობუსები, რომელსაც გზავს დათმობილი, ვიდრე ტაქსითია რო ან საკუთარი ავტომობილით, მაგრამ ეს თანაც უნახავმა რანახა ამაზე გვაქვს ჩვენ საქმე, ამ დეტალებში არ მინდა ახლა შევიდე, უბრალოდ ეს გავიხსენე, იმიტომ რომ დღეს როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ხალხის განწყობის პოლიტიკური გუნდის შექმნაზე, ეს ისე ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებიც ხალხში ცხოვრობენ, ხალხით არიან, ხალხი იცნობს, ხალხის მაჯისცემა იციან, ხალხის განწყობა იციან და ესე იგი თანაგზნობის უნარი გააჩნიათ, რომ როდესაც ვიღაცას გაჭირებულს ხედავენ, აი იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ აიცილონ თავიდან და როგორ ესე იგი მოიცილონ თავიდან, არამედ იმაზე როგორ გადაუწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა, რომელიც მას აქვს, ან თუ ცდება რაღაც საკითხის დასმაში, ამაში დააჯერონ და ეს ადვილი არ არის, ძალიან ბევრი რამ არის ამ კუთხით. ეხლა მე არ მინდა ამ დეტალებს დღეს ძალიან დიდი თემა გვაქვს ჩვენ სასაუბრო, ძალიან დიდი, ეს არ არის მარტივი თემა, რომელიც შემოვიტანეთ ჩვენ და მე კიდე იქნებ მე თავში ზოგიერთ რამეს შევიხო და ეს გადავიტანო ცოტა მოგვიანებით იმ თავარი თემა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, რომ ყოველგვარი მოკიდვის გარეშე დღეს უნდა ვისაუბროს, ვის აწყობს, ვის ინტერესებშია, ვისთვის არის დამანგრეველი ბიძინა ვანიშვილი პოლიტიკაში. ვის აწყობს ბიძინა ვანიშვილი პოლიტიკაში,
ვის ინტერესებშია, ვის რკალშია ბიძინა ივანიშვილი, ვის ემსახურება რეალურად და ვისთვისაა დამანგრეველი და რისთვისაა დამანგრეველი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. ესაა მთავარი თემა. ჩვენ დასაწყისში ალბათ რამდენიმე რამეს შევეხებით, რომელიც ჩვენს ტელევიზიებში აქტიურად განიხილება და არ ვიცი, ახლა მე არ მინდა ესეთი გამონათქვამი ლიტერატურული გამოვიყენო, მაგრამ დღეს ერთი 10-მდე პიროვნება, მათ შორის აფხაზეთის უზენაეს საბჭოში რომ არიან დღეს ყოფილი თავმჯდომარე და სხვები, ბატონი გია გვაზავა, ბატონი თენგიზ დიხამინჯია, რომელიც ბატონი პაატა შუბითიძე, ბატონი ვახში ჟვანია, მე და მანამდე მათ ჰქონდათ შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლებიც აგერ ლექციებს კითხულობენ ხალხის წინაშე და ძალიან სერიოზულ თემებში არიან, იმ ახალგაზრდებთან ჰქონდათ შეხვედრა და მოხიბლულები არიან, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც სატანებს ეძახიან ცალკეული ხელისუფლების მხარდამჭერები და არა და ნათელი და სინათლით სავსე ადამიანები არიან, პირიქით ამას უნდა გამოყენება და არა ბრძოლა ამათ წინააღმდეგ, არამედ გამოყენება. რეალურად რა უნდა ვქნათ, როცა ასე მდგომარეობაში ვართ. მე დღეს შევეცდები, რომ ერთი მიმოწერა წარმოგიდგინოთ თქვენ, ეს შეიძლება აი პირველი ნაწილი, რომელიც საერთაშორისო იმას შევეხები, იმის შემდგომ გადავიდე იმ თემაზე და მე რომ ბოლოს ბიძინა ივანიშვილი, აი როგორც თქვით, ვის ინტერესებშია ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პოლიტიკაში. ეხლა რაც შეეხება საგარეო საკითხებს, ბატონებო, მე ჩემ მოსაზრებას ჯერ ერთი მარტო ჩემ მოსაზრებას არ ვამბობ. მეორე, მეცნიერთა კონგრესში ძალიან დიდი ჭიდილია აზრებისა. მესამე, ჩვენ ყველანი მეცნიერთა კონგრესში შევთავაზეთ, რომ ვისთანაც კი საშუალება გვაქვს უცხოეთში ჩვენ თანამემამულეები არიან თუ პროფესიონალები სხვები, უცხო ქვეყნების პროფესიონალები, გავწიოთ მათთან კონსულტაციები და ისეთი დასკვნები გავაკეთოთ. ეხლა მე შემიძლია დღეს აი აგერ გითხრათ ერთი რამ გარს არ დავასახელებ, მაგრამ აი მცხვენია უბრალოდ ამ ადამიანს ბევრი ვინმე უჭერს მხარს და ურაპატრიოტი გახდა, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი გახდა, ღმერთმა ხელი მომმართოს, მე ამის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ მე ეს კი არ მაწუხებს ის რომ წერს ასე, არამედ მე მაწუხებს ის რომ ასეთ ადამიანებს აქვს მხარდაჭერა. აი დააკვირდით როგორი სათაურით არის, ეხლავე ეგერ ნახავდა, თქვენც გაგიკვირდებათ, რომ ესე იგი რომ ასეთი რაღაცეები როგორ შეიძლება რომ ვთქვათ ერთი წუთით ეხლავე ეგერ ეს გული გაგისკდება ამას ყველაფერს რომ ნახავდა რომ წაიკითხავ ასეთ რამეებს, მაგრამ რა უნდა ქნა ეხლა, როცა სხვა იმას ვერ ხედავ, რომ პრაქტიკულად ამოდო მიწაში რაც გარეთ ხდება ყველაფერი, რომ ასიამოვნოს ბიძინა ივანიშვილს და ასიამოვნოს სხვა ვინმეს, ასე იგი სათაური ნახეთ ჯერ აეგე, რომ ესე იგი სათაურია ყველაზე მთავარი ამ ამაზე, რომ და გაეხლავე ევროპის ლიდერები ვერ ხვდებიან, რომ ამერიკაში, ჩინეთსა და ზოგადად მსოფლიოში შეიცვალა რეალობა, ფაქტობრივად მათ მუსიკა გამოურთეს და ცეკვას მაინც აგრძელებენ. ლაპარაკი არის, ნახეთ, რომელ ევროპულ ლიდერებზეა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე, გერმანიის ხელმძღვანელებზე, საფრანგეთის ხებს. ჩვენ ვინ მოგწონს და ვინ არა, ამაზე კი არ არის ლაპარაკი. აი ექსპერტი ამ სათაურით რო დაწერს, აი ევროპის ლიდერები ვერ ხვდებიან. ეს ხდება, ევროპის ლიდერები ვერ ხვდებიან. ვერავინ, ესენი ტვინგაყინულები არიან, აი მისი აზრით ევროპის ლიდერები ვერ ხვდებიან და აი ასეთი ხალხი ყავს ბიძინა ივანიშვილის გვერდით, რომ ამერიკაში, ჩინეთსა და ზოგადად მსოფლიოში შეიცვალა რეალობა. ფაქტობრივად მათ მუსიკა გამოურთეს, ანუ ევროპის ლიდერებს ევროპას მუსიკა გამოურთეს და მაინც აგრძელებენ ცეკვას. რა ვიცი, რა გითხრათ ახლა. აი ასეთი ექსპერტები რომ არიან ქვეყანაში და ასეთი ხალხი რომ უყვარს ბიძინა ივანიშვილს, იმიტოა დანგრეული და დაქცეული ეს ქვეყანა. მე ვიმეორებ, დანგრეული და დაქცეული ეს ქვეყანა. თქვენ გონიათ ვაშენებულია და ის 11%-იანი და ამაზე კიდე ცალკე გვექნება ხაზგასმას გავაკეთებ დღეს ერთს და ნახოთ მე როგორი გამოხმაურება ექნება მას. მე ეს სათაური კი არ მინდა მარტო
ან პრემიერ-მინისტრი, ან პარლამენტის თავმჯდომარე რა განცხადებებს აკეთებენ ამ ევროპასთან დაკავშირებით. მე კი მგონია ბატონებო და მეცნიერთა კონგრესში გონია რომ ესე იგი ამერიკის პრეზიდენტმა ესე იგი გამოაფხიზლა ევროპა. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ რაც გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა და ევროპამ დაიწყო შეკვრა. თუმცა არის სხვადასხვა მიმართულებები, მაგრამ ევროპა ერთიანდება. თქვენ კი წარმოგიდგენიათ რომ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი ამ დღეებში შეიძლება რაღაც დიდი ერთობა გამოაცხადონ. მე ვიმეორებ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი. რა ევროპა იყო მძიმე მდგომარეობაში და ტრამპის ამ პოზიციამ გამოაცოცხლა. თქვენ ტყუილა ებრძვით ამ ევროპას. ევროპამ ამერიკას ძალიან მძიმე იმას შეუქმნეს, პოზიციებს შეუქმნეს და ევროპის გარეშე ამერიკა ვერ იმოქმედებს. ნუ ვეთამაშებით ჩვენ ხან ერთს, ხან მეორეს. მივხედოთ ქართულ საქმეს, ეს იყო მუდმივად ჩემი პოზიცია და რჩება. ევროპისადმი ეს განწყობა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა და ჩამოაყალიბა ოცნებამ, მისმა ხელმძღვანელობამ და ასე იგი ამასხრებენ ევროპას, ეს არის ტრაგედია. თანაგზნობით მაინც ილაპარაკეთ და გულისწყლით მაინც ილაპარაკეთ. მუსიკა შეუწყვით ეს და ისინი განაგრძობენ ცეკვას. ხედავთ თქვენ, ტრამპმა შეცვალა რიტორიკა. ისეთი რამ გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. შეკრება. ევროპა ბატონებო, როგორც არასდროს ისე ერთიანდება. და საქართველო ეჭიდება და აგრძელებს ლანძღვას ევროპის. არ გვადგება ჩვენ ეს. ევროპის ეს ლანძღვა არ გვადგება ჩვენ. არ არის ქართული ბატონებო. ყველა მოღვაწე, რომელიც კი საქართველოში რაღაც ქვეყნის მომავალზე ფიქრობდა იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ევროპა და ჩვენ ამ ოჯახში, ანუ ჩვენს ოჯახში, ევროპაში ვიყოთ, რაც შეიძლება ვიყოთ ესე იგი აქტიურები. აი ეხლა სხვანაირად თქვენ ნახეთ, გავა გარკვეული დრო და მე ვნახავთ იმას, რომ ბევრი რამ ღმერთმა ქნასო ჩვენ ვწდებოდეთ, მე არ მაქვს იმის ისა, როგორც ესენი ამბობენ, რომ კატეგორიული ტონით. პატრიარქმა გითხრა, რომ კატეგორიული მსჯელობა, იმპერატიული მსჯელობა, ეს ყველაფერი არის ბიბლიის ანტიბიბლიური არის. მარხვის დღეებია და ამ დროს გამოვდივართ და ჩვენ აი აგერ რომელსაც არავითარი პოლიტიკური განათლება არ გვაქვს, არაფერი არ დაგვიმთავრებია და აი სადღაც ვიმუშავეთ რომელიღაც გოლში და აი ასევე ლაპარაკებით ევროპის ლიდერებს. იმ ევროპის ლიდერებმა იციან რომ ასეთი ხალხია ბიძინავანიშვილის აღდენი. თქვენ საქმეს უკეთებთ ბიძინავანიშვილს, ეჭვმეპარება. მე ხმამაღლა მინდა ვთქვა რომ თუ ევროპაში ეს განწყობა იქნება, რომელსაც თქვენ წერთ, ეს მსოფლიოსთვის იქნება უბედურება. და თქვენ გიხარიათ ეს? და რას წერს კიდე ამ პრემიერ-მინისტრს ამართლებენ ყველა თავის ძველ გამონათქვამს. აბსოლუტურად მცდარი იყო ყველა გამონათქვამი ადრე. ევროპასთან დაპირისპირება იყო მცდარი. ეხლა ვინმე იტყვის რომ ჩვენ ეხლა აქვე გაჩვენებთ ეხლა ერთ მასალას რომ დაგარწმუნოთ. ჩვენ მასალებით დავდეთ დღეს მოვილაპარაკეთ მეცნიერთა კონგრესში რომ ჩვენ მარტო ლაპარაკი არ იყოს ჩვენი, მე ამას ბატონ ხვიჩიას ვეუბნებოდი რომ გამოდიან თქვენთან ამ იმაში და ლაპარაკობენ ესე ვქენით და ესე. ერთი ვინმე დოკუმენტი დაგიდოთ და გითხრათ რომ აი მე ასევე ლაპარაკებოდი შევარდნაძეს, ასევე ლაპარაკებოდი სააკაშვილს. ხმას ვერ იღებდნენ. დღეს გამოდიან, როცა ერთი ციხეშია და მეორე გარდაცვლილია და ლაპარაკობენ რაღაც წარმოუდგენელ რამეებს. ესე იგი საზღვარი რო არ აქვს, ესე იგი უსაზღვროება საზღვარი რო არ ქონია, ამაში დავწუნდი რა. ეხლა აი აგერ შემიძლია ეხლა მოვიყვანო მაგალითი და ჩვენ საიტებზე დავდეთ, შეგიძლიათ ნახოთ, გადახედოთ, წაიკითხოთ, ეხლა ვინ შეძლებს ამას, ვინ ჩავთვეთ საჭიროდ, ჩვენ არავის ამას თავზე არ ვახელთ. ერთი სათაურია დღეს ამას კიდევ მეტი დარწმუნებით ვამბობ. დღეს გაცილებით მეტი დარწმუნებით ვადასტურებ, რომ საქართველოში პოლიტიკამ გონება დაკარგა და ზნეობა დაკარგა. 20 წელი არჩევნებით მოგებულია პარტიები და წაგებულია ხალხი და საქართველო. რომ გახსნი ამას, რომ შეხვალში, აი ნახეთ როგორი მასალებია გამოქვეყნებული. აი აქ დოკუმენტი, რომელზეც სწორ ჩვენ
თავარია არა რა დღეში და რა ხდება და რა დღეში ვართ, არამედ რატომ ხდება. მეცნიერები ამბობენ, რომ რატომ ხდება, ამას ჭირდება განმარტება, რომ რა ხდება, ამას ყველა უყურებს. მაგრამ რატომ ხდება ეს? არავით არის, ეს არის 2014 თუ 15 წლის მასალა, რომელიც სასწაული, აი ნახეთ როგორია. 2014 წელში წერთ უკვე 2 წლის მოსულია, ხო ცნება, მასობრივი იმედგაცრუება, პოლიტიკური ვასალიზმი, ეს სათაურებია. გონება წართმეული პოლიტიკა, არჩევნების პოლიტიკური ღირებულება ნული გახდა. დემოკრატიული თავისუფლებათა მტრები, ძალადობა აზროვნებაზე, შეუთავსებელთა შეთავსების დამღუპელი არსი, არჩევნების შვიდის აღდგენი, თანამშრომლობის ალტერნატიული სქემა, ხელისუფლების გადაუდებელი ამოცანები 2014 წლის მარტი-აპრილი. ანუ ესე იგი 11 წლისინაა დაწერილი ეს. რასაც გამოდიან დღეს წარმომადგენლები ოცნებისა და ან კიდე მისი მხარდამჭერები ლაქიები, აი ისინი უკაცრავად მინდა ეს სიტყვა მე არ არის ჩემი ისა და ბუდიში მინდა მოვიხადო ამ იმაზე მე არ მიყვარს ეს და ნუ აი გული მწყდება რომ ასეთი ქართველები არსებობენ რომელსაც შეუძლიათ რომ სკამის გულისთვის რაღაც ესე იგი საკუთარ სინდისთან და ღირსეულ შუბლის ძარღვი გაიწყვიტონ. ესე იგი ეს არის აი ეს აი რომ ნახავთ ამას მიხვდებით რომ ბატონებო თქვენ მაშინ სხვას ლაპარაკობდით დღეს გამოდიხართ ამას კი მაგრამ აი მეორე სტატია დრო გაცილებით მე და დადასტურებს ნაცებმა დაანგრიეს ოცნება ვერ აშენებს სამწუხაროა რა სათაურებია შენით გამოყოფილი პოლიტიკოსის ეროვნული ღირსება ტოტალური ძალიან თქვით რომ არ არის პოლიტიკა ღირსება არ არის ეროვნული ტოტალური ძალადობა აზროვნებაზე საქართველოს არის მეცნიერება და კულტურა და ამას იგნორირებას უკეთებს ხელისუფლება ბანკირის ფსიქოლოგია ხელისუფლებაში დამღუპველია საკადრო პოლიტიკის ბანკიერებანი დააკვირდით სათაურს შემდგომ ფსევდო და რეალური დასავლური ღირებულებები. როდის გითხრათ მეცნიერთა კონგრესმა და აი ახლა გავშლი ამას ახლა აგერ ფსევდო და რეალური დასავლური ღირებულებები და ერთი მას უბრალოდ მე ამას იმიტომ ვამბობ რომ დღეს რომ გამოდიან და ლაპარაკობენ მე ის კი მაგრამ რას ამბობდი 2011-ში 12-ში ან თუნდაც 2003-ში 4-ში 5-ში 6-ში ყველა ჩემი გამონათქვამი და ყველა ჩემი სტატია დევს საიტზე tetreb.org ნახეთ ბატონებო და მე ყველას ვეუბნები დადეთ ასე ხო არ შეიძლება რომ დღეს გამოდიხართ და ითვისებთ ცხვის მოსაზრებებს სრულიად სხვა რამეს ლაპარაკობდით მაშინ და გონია ეს დაგვავიწყდეთ ჩვენ მე ამ ერთ რამეს გავიხსენებ აიგერ ახლა დააკვირდით აიგერ როგორია ტოტალური ძალადობა აზროვნებაზე ხომ ნუ ეს ერთ სათაური გავყვეთ ახლა აიგერ და ნახოთ პოლიტიკოს ეროვნული ღირსება რომ არ არსებობს ფსევდო და რეალური დასავლური ღირებულებები ეს არის ჩემს მიერ დაწერილი სტატია და მე ასე ვწერ მე არ ვიცი რას ნიშნავს დასავლური ღირებულებები მე ვიცი ცივილიზაციის სიკეთეები ცივილიზაცია არ იწყება დასავლეთიდან ცივილიზაციის სათავეებთან იდგა საქართველო მე ვიცი ბიბლიური ფასეულებები დიდი პატივისცემით ვარ დასავლეთის მიმართ მაგრამ მივეკუთვნები ადამიანთა ჯგუფს რომლებიც თვლიან რომ თავად დასავლეთში გარკვეულმა პოლიტიკურმა მასონურმა ჯგუფებმა დაამახინჯეს დასავლური ფასეულებები ცივილიზაციის სიკეთეები როცა ამერიკაში კანონით არის დაშვებული 2014 წელს ვწერდით ამას ამერიკაში კანონით არის დაშვებული რომ მამამ შვილი შეირთოს ცოლად და ამას ეძახიან დასავლურს აღარაფერს ვამბობ ერთსქესიანთა ქორწინებაზე ეს არის კატასტროფა ამერიკაში ბევრი მეგობარი მყავს და თვითონ ისინი ამას კატასტროფად მიიჩნევენ ვიდრე არ მოვიდა პიროვნება ანუ ტრამპი რომელიც ამ პოზიციაზეა რომელიც ბიბლიურია ჩვენ კი არ ვთქვით ეს ბიბლიურია ეს და ქრისტიანულია და მოვიდა ეს კაცი და მანამდე ყველანი თქვენ საწინააღმდეგო რამეს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში იყავით ის კაცი ვიზეც მეწეღან საუბრობდი გვარი არ გითხარი ის ამერიკის იმაში იყო ამერიკულ იქიდან იღებდა ვებერთელა ხელფასებს აი სწორედ იმ მასონური ორგანიზაციების წარმომადგენელი იყო აქ უახლოეს პერიოდში საქართველოს პირობითად ქრონოლოგიურად ყოფს სამ ეტაპად განუკითხაობის ეტაპი ნაცმოძრაობის და აღორძინების ხელისუფლების დრო შლეგების პერიოდი როცა ნაცმოძრაობა მართავდა ქვეყანას და ეხლანდელი ანუ ნამდვილი ანუ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების პერიოდი სამივე მიუღებელია ქვეყნისათვის სამივე დროს დამარცხებულია ხალხი და გამარჯვებულია პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი მე დიდი იმედი მაქვს და წერა ამ იმას აქ და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზგასმა გაკეთებულია სწორედ იმაზე რომ
ჩვენ აი ამ ჯგუფებს თავისთავად არ გამოუვათ ჩვენ ვამბობთ რომ ამათ თავიანთი იდეოლოგია ისეთი აქვთ რომ არც ამერიკასთან არც ევროპასთან ურთიერთობები არ გამოუვათ აი აქ ვწერთ ჩვენ რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას შევიმუშაოთ ჩავწეროთ ჩვენ ვინ ვართ რა გვინდა და ყველას უთხრათ რომ თუ გინდა ჩვენთან მეგობრობა ჩვენ ეს ქვეყანა ვართ რა ეს არ უნდა გაკეთებული იყო მაშინ არავინ ეხლა ხო გეუბნებით ეს რომელი წელი აი ნახეთ კორეული ფენომენია მაშინ მოყვანილი აგერ ერთ დოკუმენტი და მინდა უბრალოდ წაგიკითხოთ ეს 2014 წელია ხო 11 წლის წინ მინდა პარალელი გაავლო კორეასთან ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი რომლის დევიზი იყო მშვიდობა სოლიდარობა და ადამიანის განვითარება ბოლო პერიოდში კორეამ დიდ წარმატებას მიაღწია დააკვირდით 45 მილიარდიდან მისი ეროვნული პროდუქტი გაიზარდა 485 მილიარდამდე 10 ჯერ 5 წელიწადში სულ იქ არის ერთ-ერთი მაღალი ცხოვრების დონე იმიტომ რომ იპოვეს ბედნიერების ფორმულა პოზიტივზე იყვნენ ორიენტირებული პოზიტივზე ჩვენ ნეგატივზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ ჩვენ ლანძღავთ ერთმანეთს მეც გადავარდი ამ იმაში და წერტილი უნდა დაუსვათ ჩვენ და მეცნიერთა კონგრესში სწორედ ამაზე მქონდა დღეს საუბარი თუმცა ჩვენი პროგრამები მომავალზეა ორიენტირებული ესე იგი ისინი არიან პოზიტივზე ორიენტირებული ჩვენ ნეგატივზე ვართ ორიენტირებული ესე იგი კიდევ ერთი ფაქტი კორეაში აკრძალულია რომ ვინმე აი როდის წერდით ნახეთ კორეაში აკრძალულია რომ ვინმე დახმარების სახით რომელიმე ქვეყნის გარე ორგანიზაციიდან თანხა მიიღოს კორეაში აკრძალულია 11 წლის წინ წერდით ამას რომ დახმარება მიიღოს ბალტიისპირელებმა გადმოიტანეს დღეს ლაპარაკობენ ამას და ვითომ ხელისუფლებამ კი მაგრამ 11 წლის წინ მეცნიერებმა გითხრეს რომ ასე გააკეთეთო და თანაც მოიყვანეს კორეული მაგალითი რომელმაც სასწაულის შედეგი დადო ხომ კორეაში არის ეს სათამაშო ბიზნესი რომლის შემოსავლები და მოგება იმ რამდენჯერმე მეტია ვიდრე საქართველოს ბიუჯეტია და შავი ფულის გათეთრების იმათ არის გადაქცეული აი აგერ დააკვირდით თაღა მიიღოს თუნდაც ესე იგი თანხა ესე რომ კორეაში აკრძალულია რომელიმე ქვეყნის გარე ორგანიზაცია პიროვნებამაც კი რომ გარე თანხა მიიღოს თუ იმეს შეუძლია ამის გაკეთება არის საქართველოს რომელიც ძალუც გარე ძალების გარე დახმარების გარეშე თავისი უდიდესი ადამიანური რესურსებით გეოგრაფიული რესურსებით პოტენციალით კრემლის და თეთრი სახლის გარეშე მიაღწიოს დიდ განვითარებას ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის ადამიანები რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის განვითარებაზე პოლიტიკოსები რომლებიც გარედან არ იმართებიან და დღესაც მსურს დავადასტურო ეს გაწყობა ანუ ქვეყნის უბედურება ქვეყნის გარედან მართული კი მაგრამ თქვენ ყველანი ბატონებო ქვეყნის გარედან იმართებოდით მაშინ ხომ დღეს გამოდიხართ და რა ასწევთ თავი დავანებოთ ევროპასთან ამ თამაშს მე გეუბნებით თქვენ რომ ევროპა რუსეთსაც ძალიან სერიოზულ ძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს და ამერიკასაც ევროპას ეკო დიპლომატია თქვა არ წამოყვებით თქვენ ამერიკას ეუბნებიან ჩვენ მოულით უკრაინას არ არის მარტივად საქმე თქვენ რო გონიათ ისე და ხალხს ვატყუებთ ასე და თქვენ ტელევიზიები რაღაც საშინელებებს უგადაცემენ არ არის ეგრე ეს ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რომ გააკეთა ძალიან სერიოზული ეხლა იტალიის პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამას და პრეზიდენტი ჩაღავ დააკვირდით რა განცხადება გაკეთდა ბალტიის ქვეყნების გარეშე მე არ მეპარებეჭვი იმაში რომ ევროპაში შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს უნგრეთი ძალიან ბევრი ვინმე გარიცხონ ევროკავშირიდან და დარჩეს ბებერი ევროპა ჩვენ ფრთხილად ვიყოთ მე ყოველთვის ვამბობდი ვარ წინააღმდეგი ყველა ალიანსებში შესვლის ვარ მომხრე იმისა რომ გერმანიასთან ვიყოთ მაგრამ გერმანია დგება ფეხზე უკვე სხვა პრემიერ-მინისტრი იქნება ის ძალიან ძლიერი მე ასე მგონია და გერმანიასთან ახლოს იმიტომ რომ გერმანიას უსმენს ამერიკა და მიყავს ევროპა აი ხო ხედავ დიდი ბრიტანეთი როგორ ელაპარაკება ხო ხედავთ როგორ დაელაპარაკა ახალი პრემიერ-მინისტრი კულტურულად ისე კი არა როგორ ზელენსკიმ კულტურულად ძალიან კარგად და უთხრა ტრამპს რომ არა ჩვენ გერმანია ვართო ევროპა ძლიერდება ევროპა არნახულად გაძლიერდება სხვა გამოსავალი მსოფლიოს არ აქვს აი ჩინეთში ცვლილებები ხდება არაფერი ცვლილებები ჩინეთში არ ხდება ჩინეთში მძიმე მდგომარეობა რეალურად მაგრამ ჩინეთი ასეთი იყო თქვენ გინდათ ეხლა რომ გაამართლოთ ჩინეთთან ხელშეკრულება ჩინეთთან ურთიერთობა საჭიროა მაგრამ
რატო არ მოხრებით და მე ამას კიდე ცალკე რატო არ მოხრებით იმაზე რომ ვილაპარაკოთ რა არის ხელშეკრულება დავიდოთ და პუნქტებად განვიხილოთ და ნახოს ხალხმა რა ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი. აი სიყალბეში ცხოვრობს ქვეყანა, სიცრუეში ცხოვრობს, კორუფციაში ცხოვრობს ქვეყანა. რატო წავიდა კორეა წინ? კორუფცია აღკვეთეს. რატო წავიდა იაპონია წინ? კორუფცია შეუტიეს. რატო წავიდა ისრაელი წინ? კორუფცია და ნეპოტიზმი გამოცხადდა სახელმწიფო ღალატად. რა ყველა ქვეყანა სადაც კორუფცია შეუტიეს წავიდა სერიოზულად წინ. ამერიკა რატო ბოლო პერიოდში რა წავიდა უკან, იმიტომ რომ კორუფცია გაძლიერდა ამერიკაში. ხო ხედავთ რა ხდებოდა რა? ჩვენ დღეს ვამართლებთ და ვამბობთ, აი თურმე გარეთ რა ხდება. დავანებოთ ბატონებო თავი, ჩვენ იმაზე საუბარს გარეთ რა ხდება. ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი ეხლა რომ წავიდეთ წინ, აი ეხლა, აი ქვეყანაში რომ ეროვნული ხელისუფლება იყოს. ქვეყანაში რომ ეროვნული ხელისუფლება რას გააკეთებს პირველი დაპირისპირებას დაასრულებს. და დაასრულებს არა ვინმე სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ. აი ესაა მთავარი. დაპირისპირების გაძლიერებას კი არ უნდა ძალა. საქვეყნოდ დაპირისპირების დასრულებას უნდა ძალა. ეს ხელისუფლებაა საჭირო. ჩვენ დღეს ვუსმენთ პრემიერ-მინისტრს, ესე იგი გუნდებს, რომლებიც ბიზინე ავანიშვილის ირგვლივ არიან, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს, რომლებიც მხოლოდ დაპირისპირებაზე მიდიან, მხოლოდ დაპირისპირებაზე. არ მოიტანს ეს არაფერი, შედეგს არ მოიტანს ეს. არავითარი შედეგს ეს არ მოიტანს. აი ხლა მაქვს ერთი რამ, რომელსაც ყოველგვარი ამის გარეშეც რომ ვისთან იყო ეს საუბარი. მე ამ პიროვნებას ვისთანაც ეს მიმოწერა მქონდა ძალიან დიდ პატივს ვცემდი და ვრჩები კიდე რაღაც გარკვეული იმით ამ პატივისცემით. მაგრამ დღეს არ ვასახელებ ვინ არის ეს პიროვნება. მაგრამ თქვენ დააკვირდით, ეს პიროვნება არის, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში იყო, ასე იგი ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამერიკა ევროპას გაიძახდა, როცა ჩამოდიოდნენ ქუთაისში, მე ვეუბნებოდი იმაზე, ნუ აფეთიშებთ ამერიკას და ევროპას. არა და აბა რუსეთი და ლანძღავდნენ შენ რუსეთი გინდა, მე ვამბობდი რომ მე რუსეთი კი არ მინდა, ნუ აფეთიშებთ ამერიკას და ევროპას. და ვამბობდი იმას, რომ რუსეთს არასდროს შეუსრულებია საქართველოს ისტორიაში ისეთი დამანგრეველი როლი, როგორცაც ასრულებს დღეს. და რომ მეუბნებოდი რა არის ეს როლი, მე ვეუბნებოდი რომ რუსეთის ლანძღვით საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან ანტიქართული ძალები. რა მოხდა? ეს პიროვნება, რომელიც ერთ გამოსვლას 5 წუთიანს რომ გააკეთებდა ნატო, ამერიკა, ევროპა, ევროკავშირი ამას გაიძახდა, ლანძღავს და ლანძღავს დღეს ამერიკას. იმას ანუ მაშინ, ანუ გამოდის რომ ამათვის ეროვნულობა კი არ ყოფილა მთავარი. ამათვის მთავარი ყოფილა სკამი. და ვინმესთან იყვნენ ახლოს. და ცხოვრობდნენ კარგად. ეს ყველა შეგვიძლია ბატონებო. თუ გავყიდით საქართველოს ყველა შეგვიძლია ეს. ეს არ ეხება მარტო ერთ კაცს, ეს განწყობა გაძლიერდა ქვეყანაში. აი დააკვირდით რაზეა ლაპარაკი, მე მიმართავ. ნუ მივესალმები, ნუ ბატონო ესა და ეს მოგესალმები. გავოცებული ვარ შენი, იმდენად ახლო ურთიერთობა გქონდა ჩვენ, რომ მე შენობით მიმართე, შენი პოსტებით. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. გამომიგზავნა პასუხი. გამარჯობა თემურ. მადლობა შენს ღმერთმა, მადლობა შენს ღმერთმა, შენს მოგიმართოს ხელი. მე გაუცებული ვარ თქვენი დამოკიდებულებით. კარგით, მე ვწერი. რამ გაგაუცა ბიზინა ივანიშვილის რომ არ ვეგები ფეხქვეში. მოდი პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ, ხალხმა განსაჯოს მისი პასუხი. ანუ ადეკვატურად ვერ აღიქვამ, ესე იგი მე ადეკვატურად ვერ აღვიქვამ პროცესს და შესაბამისად მის პოსტებს. ესე იგი რა გენიოსი ყოფილა ეს, ესე იგი არისტოტელე გავიგე, დიდი ფილოსოფოსები გავიგე და ეს კაცი ვერ გამიგია. თანაც ახლობლები რომ ვართ. ერთხელ ვაპირებ რომ ამ დღეებში ვნახო, ესე იგი ძალიან ესეთი პიროვნება ინტელიგენციის წარმომადგენელი, როცა გიგალ ორქიფანიძის დაკრძალვა იყო, იქ შევხვდით მაშინ ამ პიროვნებას ვინც წერს, მე ვთხარი რა მეცნიერება, რისი მეცნიერება და რა ინტელიგენცია რაღაც. თუ შენ გინდა, მოდი ჩემ თαυτეთ და რაღაც დავილაპარაკოთ იმაზეო, რომ ესე იგი აი რაღაც სამიმგეზე. მე უბრალოდ გაუცებული ვარ პირდაპირ. ეხლა ვხედავ ქაბოტონი ნინო ხაჩიძე უყურებს. მე მართალი გითხრათ მის მოხიბლული ვიყავი მისი გამოსვლებით. სრულიად შეცვალა.
დამოკიდებულება დამპირდა 2 თვის წინ კიდე მოგიწევთო და არაფერი არ აუშავს მე არ მაქვს არავითარ მე მისადმი პატივისცემით ვrჩები და აგერ მკითხულობ ეხლა აი დააკვირდით როგორი ისინი აქვს შემდგომ ხო გითხარით რომ თურმე ვერ ადეკვატურად ვერ აღვიქვამ ასე იგი პროცესს ვერ აღვიქვამ ადეკვატურად მე ის აღიქვამს მე ვერ აღვიქვამ და შესაბამისად ჩემს პოსტებს არღის ლაპარაკი მაინც ვერ გაუგებთ ერთმანეთს მეგობრები ახლობლები თურმე ვერ გაუგებთ ერთმანეთს იმიტომ რომ ის იმეძეზის დღედაღამ და სახელმწიფო პოზიციებშია და ბევრი სხვა რამ რომელიც დღეს ავლაპარაკობ ამას კარგით მე ვაგრძელებ ესე იგი მე ვწერ მე რომ ყოჩახ და სახელით მევარდა ყოჩახ საუბარი არ ღირსო მეუბნები როგორი კატეგორიული გამხდარ ხარ შეფასებაში ადეკვატურად ვერ აღიქვამ ასე მწერს მე ხო ადვოკატურად ვერ აღიქვამ პროცესს და შესაბამისად ჩემს პოსტებსო ამას მწერ როგორი წარმოდგენა ქონია საკუთარ თავზე მეგობარო მე ვწერ იმას როგორი დიდი წარმოდგენა ქონია საკუთარ თავზე მისი პასუხი მეც ვერ აღვიქვამ შენს პოსტებს უკვე იხებს გარკვეულ პოსტებს ადეკვატურად ალბათ მაგიტომ ვერ უგებთ ერთმანეთს რა არის აქ საწყენი ვერ გავიგე ჩემი პასუხი სამწუხაროა რომ თქვენთვის ეს თემები არ არის მნიშვნელოვანი და ტრაგედია იმაში რომ ხო არა აქ იყო საუბარი რომ ვერ ჩემს პოსტებსთან აქ ლაპარაკი იყო იმაზე რომ მე მივწერე იმის თაობაზე რომ ესე იგი დღეს რეალურად მდგომარეობა ისეთია ნუ ეხლა შეიძლება რაღაც გამორჩენილია გადატანის დროს არის შემდგომ ის როცა წავიდა ლაპარაკი ვერ აღიქონდა ამ პოსტებს ხომ თქვენს თემები არ არის მნიშვნელოვანი ტრაგედია იმაში რომ თქვენ სატანისტური ბრძოლას ეძახით ქუჩაში ხო აქ დაწერა ესეთი რამ რომ ესენიო ქუჩაში რომ გამოვიდნენო ესენი სატანისტური ბრბოარიო სატანისტური ბრბო როგორი წარმოდგენდა ისე რომ ესე იგი დღესო რა არისო მნიშვნელოვანიო მე მეუბნება იმას ამ სატანისტური ბრბოს ანუ ქუჩაში გამოსულ ხალხს ეძახის სატანისტურ ბრბოს ამ სატანისტური ბრბოს დამარცხება მთავარიო თუ ვთქვათ აი ზუსტად მინდა რომ რაღაც აქ ბეჭდის დროს როგორც ჩანს იმდენად ბევრ რამეებში ვარ და ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამას ყველაფერს აი ზუსტად მინდა რომ თქვენ წარმოიდგინოთ რომ რა სიტუაციაა და როგორ შეიცვალა არაერთი და ორი პიროვნება და აი აგერ ახლა ზუსტად იმას აღვიქვამთ რომ მე მინდა რომ ეს ყველაფერი ძალიან ესე იგი აი თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია აი აგერ ახლა ისევ თავიდან დავიწყებ და ნახეთ როგორია ესე იგი და ბევრი რამეა გამორჩენილი და როგორც გითხარით რომ რა გაგაოცა რომ ბიზნეს არ ვიგებ მე ანადეკვატურად ვერ აიღებ ნუ მეუბნები ყოჩახ საუბარი არ ღირსო და როგორ და ასე შემდგომ მეც ვერ აღვიქვამ შენს პოსტებს ეგ უკვე ვთქვით ამიტომ არ ღირს კამათი საუბარში პოლემიკა ვიგულისხმე ჩემთვის იმდენად ცხადად ჩანს რომ ძალიან მიკვირს იმ ადამიანების ვისაც არ ესმის ჩემი ანუ მე უკვე სულ გამანადგურა ესე იგი მისი უნდა გვესმოდეს ყველას თურმე იმიტომ რომ ის ბიზნესი გახდა და უნდა გვესმოდეს მისი კაცი რომელიც ამერიკა ევროპას იძახდა და მისი ლიდერი ნატოს გარდა არაფერზე არ ლაპარაკობდა ეხლა მე დავწერე ჩემთვის ტრაგედია ის რაც ჩემთვის ცხადად ჩანს კეთილგანწყობა იმ ხელისუფლებისადმი რომელმაც ასეთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჩინეთთან შეიხებისგან იწყებს ფულის შემოტანას ირანისგან იყურება ამ დროს გიკვირს იმ ადამიანების ვისაც ეს არ ესმის არ მესმის რატომ უნდა ამბობდე უარს ზოგადად დისკუსიაზე თუ ზოგად დისკუსიაზე ამბობ უარს ამ ორიდან ერთზე მაინც ვისაუბროთ და თავაზობ ორ თემას პირველი ხელშეკრულება ჩინეთთან და მეორე კორუფცია საქართველოში ვეუბნები ხო ხარ ხელისუფლებასთან მოდით ვილაპარაკოთ ამაზე ხელშეკრულება ჩინეთთან კორუფცია საქართველოში პასუხი მისი ეხლა ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იმ სატანისტური ბრბოს ამბოხი ხო წარმოგიდგენიათ თქვენ ესე ის ადმივედი ჩვენ
სად მივედით ჩვენ, ესე იგი აი მართლა რა, ესე იგი თურმე ეხლა ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ესე იგი ანუ მე ვამბობ რომ ხელშეკრულება ჩინეთთან კატასტროფული. ესაა მნიშვნელოვანი, ან კორუფცია მეორე. ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ასე იგი როგორც მეუბნება, ეხლა ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამ სატანისტური ბრბოს ამბოხი, ხო? ეხლა ჩემი პასუხი. სამწუხაროა რომ თქვენთვის ეს თემები არ არის მნიშვნელოვანი. ტრაგედია იმაშია რომ თქვენ სატანისტურ ბრბოს ეძახით ქუჩაში გამოსულთ. არადა აქ 80% როგორც მინიმუმ არის ქართულად მომართული და დანარჩენი 20% ბიზნეს მიერ შექმნილი თავზე რომ გვახვევდა და ქვეყანას გადამრჩენლები არიანო რომ გვეუბნებოდა მე 80%-ს უდიდეს პატივს მივაგებ და ბიზნეს შექმნილ 20%-ს რომელიც შეიძლება მართლა სატანისტურია მაშინ თვლიდი მიუღებლად როცა მათ აქებდა და ადიდებდა ივანიშვილი და ესე იგი პრეზიდენტებად პრემიერ-მინისტრებად ირჩევდა და საქართველოს ირჩევდა მათ ამ თემაზე ვისაუბროთ კი ბატონო ამ თემაზე ვისაუბროთ ან ვინ არის დღეს სატანისტური ბრბო და როგორ გავანთავისუფლდეთ მისგან თავაზობ ეხლა ხო ის ორი არ გინდა ხო ზოგად თემაზე არ გინდა საუბარი ჩინეთთან ხელშეკრულებაზე არ გინდა საუბარი არ გინდა საუბარი კორუფციაზე კარგით კი ბატონო მოდით ვილაპარაკოთ ვინ არის სატანისტური ბრბო პასუხი როგორ მივიღე ნუ გასაგებია შევთანხმდეთ იმაზე რომ ვერ შევთანხმდით პასუხობს მე მივწერე ორშაბათს არ დამიმალია რომ 23-ში Facebook-ის პირდაპირ ეთერში ვისაუბრებ ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა ნუ რომელიც და მე პასუხი მივწერე მაგ ივანიშვილს უთხარი ჩემთან არ გინდა არავით არის სიტყვის თავისუფლება ის სახელმწიფო ტელევიზიებში პრეზიდენტობის თუ პარტია არჩევნებში ვიღებდი ერთი წამით არ ყოფილვარ არსად შედაღამზიან ისინი ვინც არ აწყობთ იმას არ აძლევენ ნორმალურ ქვეყანაში მე ამ ხალხს ვეუბნები ახლა დღესაც ვინც ასეთები არიან რომ კი მაგრამ თქვენ თუნდაც როგორიც არ უნდა იყოს ამისი ბატონმა ჭეიშვილმა დაწერა რომ აი ერთ-ერთ პიროვნებას რომელსაც მე დიდ პატივს ვსცემდი და ჩვენ ერთად ვიყავით საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო შტაბის უფროსი იყო ჩვენთან და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რომ დავამთავროთ კორუფცია 18 წელზეა ლაპარაკი ხომ კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანაში კორუფციისა დავამთავროთ სიყალბე და კორუფცია ეს იყო მთავარი ეხლა დამთავრდა სიყალბე და კორუფცია არ დამთავრდა ხომ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს პიროვნება იმის მერე მე როგორც კი ვთქვი რომ ესე იგი ხალხის ასეთი დარბევა არ შეიძლება მე ვნახე ეს 2011 წელში რაც იყო და არაფრით არ განსხვავდება მეთქი იმისგან რაც იყო ამის გამო დატოვა ჩვენთან ყველანაირი ურთიერთობა იმას ჩვენმა ბატონ თამაზე არის მეტრი ჟურნალისტიკის და მე მას უთხარი რომ მე მზად ვარ რომ ჩვენ სამნი დავჯდეთ ტელევიზიით თქვენ რომელსაც უდიდეს პატივს გცემთ დავჯდეთ ის და ვილაპარაკოთ ვინ და საერთოდ რატო უნდა იყოს ტელევიზია ვინმესთან ვალში ტელევიზიასთან უნდა იყოს ყველა ვალში რომ არსებობს ერთი ტელევიზია რომელიც არ გეჩრება არაფერში და პირიქით გასდევს საშუალებას რომ ილაპარაკო როდესაც გამოვიდა თავის გამოსვლაში და მე პრაქტიკულად ვემიჯნები თემურ შაშიაშვილისო იმიტომ რომო ისო ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებსო და რაღაც ამიმაზო გამემიჯნა და დადგა ხელისუფლებასთან ისეთი წერილი დაუწერა იმას ეხლა ბიზნე ავანიშვილის დაბადების დღე რომ მიულოცა დაბადების დღე ადამიანურია მაგრამ ისეთი წერილი ერთ ორგვერდიანი რაღაც ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ადამიანი თავისუფალია bis გადაწყვეტილებაში მაგრამ მე ვამბობ იმას რომ რა ვარს ვადებთ ერთმანეთს არა მოდით ვიკამათოთ როცა დაასრულა და მე არ ნახულად მძიმედ ილაპარაკა ჩემზე შევედი და უთხარი რომ აი ხლა ვიწყებ მე გადაცემას და მოდი პირდაპირ ეთერში ვილაპარაკოთო არაო მე გადავდოთო მე ტელევიზიის ხელმძღვანელს გამოუგზავნა რომ მე მივდივარ ტელევიზიიდანო და ნაცვლად იმისა რომ პირიქით მოსულიყო და გაეტანა თავის პოზიცია და ემჟელა და დამჯდარიყავით ხო და აი ასე და წავიდა სხვაგან სადაც ეხლა ძირითადში თქვა სხვა განწყობითაა საუბარი ნუ სხვა განწყობით რა ირანია კარგი შეიხებია კარგი თუ რუსეთია კარგი ჩინეთია კარგი ცუდი არავინ არ არის მე არ ვამბობ მაგრამ ეს არის საქართველოს მომავალი
თუ ეს არის საქართველოს მომავალი, მეც დამარწმუნეთ. ამაში ოღონდ დამარწმუნეთ ღიად და მითხარით ეს. თუ საქართველოს მომავალი ის არის, რომ აი ასეთი ტონით ვილაპარაკოთ ევროპაზე და ამერიკაზე და აი ასე ფეხქვეშ გავეგოთ რუსეთს, ჩინეთს, შეიხებს, ირანს, დამარწმუნეთ ამაში. რა თქმა უნდა, ჩინეთი მომავლის ეკონომიკაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის ერთი სოფელი უფრო დიდია, ვიდრე მთელი საქართველო, მოსახლეობით. ჩვენ ამიტომ დიდი სიფრთხილე გუმართებს, ხომ? აქ ხო არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ არავითარი კავშირი არ გქონდეს და ვინმეს ვებრძოლოთ და ვებრძოლოთ და რაღაც ამდაგვარიდან. არა ბატონებო, აქ ლაპარაკი არის მარტივ რამეებზე. მე სიტყვით ეხლა ამის შემდგომ ადვილი არ არის უკვე იმ განმარტების. მე რაღაც არნახული იმედი მაქვს ბატონ გელბახიანთან ჩვენ ამ კვირაში ალბათ მოხდება ეხლა ძალიან ცუდია რომ ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი გარდაიცვალა ხუთშაბათს მისი დაკრძალვა. ეს კვირათანაც დასვენებებით გამორჩეული გახდა, თან გრიპია მოდებული ყველგან და ძალიან რთულია ეს მდგომარეობა. ალბათ მაინც შევეცდებით რომ რაღაც რომ 31 მარტის შეხვედრას რაღაც შეიძლება დავადგათ. მე რა არ მოვიდეს არავინ, ამაშიც ვერ ხედა ვერაფერს. ყველა თავისთვის იკაჩება დღეს. მეცნიერთა კონგრესი არის მიუმხრობელი. მეცნიერთა კონგრესი ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან მისი თანამებრძოლები. ბიძინა ივანიშვილს მეცნიერთა კონგრესი არ ებრძვის. მეცნიერთა კონგრესი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი საჭიროა ქვეყნისთვის უფრო მეტად ვიდრე თვითონ წარმოუდგენია, მაგრამ არა პოლიტიკაში. ვინმე ამაზე კარგი ნათქვამი გინახავთ? ჩვენ დაუპირისპირდით ყველა პარტიას, როცა შეიკრიბნენ და მათი შეკრება შედგა და თქვენს ყველა ერთის წინააღმდეგ. ჩვენ არ შევუერთდით და უთხარით ეს ფაშიზმია. ჩვენ არ შევერთებივართ ყველა ერთის წინააღმდეგ და ისეთი ბიძინა ივანიშვილი იყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ, როცა ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საჭიროა, მაგრამ არა პოლიტიკაში. რაც იცის იმ საქმეში, პოლიტიკაში დაანგრია ქვეყანაც, ჩარჩულ მოედნად აქცია, ესე იგი აი ფულის იმათ აქცია პოლიტიკოსები მონებად იყიდეს ყველა და ყველაფერი და რეალურად საკუთარი თავის დაანგრია. თქვენ კაცმა რომელმაც ამდენი მილიარდი დახარჯა ქვეყანაში, ადეკვატურია ხალხის განწყობა მის მიმართ? 1 მილიონი ჩაურიცხავ და ვიღაცა ტაშს უკრავს. 1 მილიარდს მომოიგებ წელიწადში 1 მილიონი არის 1000-ედი ნაწილი. გურიაში რაც მოხდა და დასავლეთში რაც მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო ასე. მით უფრო შევიკვაქვს ჩვენ გამოცდილება. ეხლა მაინც აქვს პროგნოზი იმათ და ვიცოდით როგორ მე რო დავინახე 90 წლის ქალია მე მგონი რომელიც თოვლავს სახურავს ასული ამ ქვეყანას ვინმე დაამარცხებს, მაგრამ რა უნდა 90 წლის კაცს სახურავზე ასულს. და ეხლა დღეს გავეგეთ ფეხქვეშ და სახლებს გაზრდებთ, იმას გაზრდებთ, ვისი ფულით აძლევთ, რომ გამოდიხართ? ხალხის ფულით. საქართველოს ბიუჯეტი იქცა, საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულია და ამ ხელისუფლება იქცა ამ ფულის განაწილების ორგანოდ. ესა მეტი არაფერი, ზოგს დახმარება დაუნიშნა, ზოგს ეს და აბსოლუტურად განვითარებაზე არაფერი არ არის. აბსოლუტურად არაფერი განვითარებაზე. ჩვენ ვამზადებთ იმას, რომ ესე იგი 11% ყველა შევთავაზეთ. არ მინდა დღეს გითხრათ, რამდენიმე პიროვნება კიდე ყველას უთხარით, ხელისუფლება ხო არ მოდის კამაცზე. მე ვეუბნებით, რომ ბიჭო ხალხს ასე ატყუებენ. საქმე იმაში კი არ არის, მე ხელისუფლებას კი არ ვებძვი მეთქი, ამ ხელისუფლების მხარდამჭერ ეკონომისტებს ვეუბნები. თქვენ ხო ხართ მისი მხარდამჭერები, მოდით, თქვენ მოდით და დაარწმუნეთ ხალხი, ოღონდ მე ვიქნები მოკამათე, რომ 11%-ის ზრდაა ქვეყანაში. 11%-ის და კი არა, მინუსებში ვართ. თვითონაც კი არ უარყოფენ. იციან, რომ ვერ შეძლებენ იმის დადასტურებას, რაც არის და მე ვეუბნები, მე წინააღმდეგი კი არა ვარ, ნეტავი მართლა იყოს 11%. ნეტავი მართლა იყოს ქვეყანაში საქმე ისე როგორც ლაპარაკობს ხელისუფლება, ნეტავი. კი არ მეწყინება გამიხარდება. მაგრამ მე მწყის ის რომ ხელისუფლება მე მეუბნება შენ ვინ ხარ? შენ უნდა მოგატყუო. მე რასაც გეუბნები დაიჯერე, ტყუილს გეუბნები უნდა დაიჯერე. მე არ ვიჯერებ ამას. ნუ მატყუებ ვეუბნები. პატივისცემით მომეკიდე, ტყუილს ნუ მელაპარაკები. ვისაც გნებავთ ბატონებო, მოიყვანეთ, მითხარეთ, დავჯდები მე?
და იყვნენ ისინი და მოისმინეთ თქვენ რა 11%-ის ზრდა ქვეყანაში. და რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ პოზიტიურია, მე მზად ვარ, მაგრამ იმ ნიშნის მოგებით კი არა, გულისწყეთით თქვა, რომ ბიჭო, ხალხს რატო ატყუებთ? რატო ელაპარაკებთ იმას, რაც არ არის? და თქვენ ამით იმაგრებთ, ან თუნდაც იმის, რომ ომი დაიწყებოდა ჩვენ და ომისგან გადავარი, ვინ რა ომზე, ის ომზეა ლაპარაკი. მუდმივად ვლაპარაკობ იმას, რომ ეს არის ბლეფი, ტყუილი. ხელისუფლება დღეს და ყველა ხელისუფლების მხარდამჭერები ლაპარაკობენ იმაზე, რა ხდება ევროპაში და ლანძღავენ ევროპას და ამერიკას. და ესე იგი რა ხდება აბსოლუტურად არავინ არ ლაპარაკობს, რა ხდება ქვეყნის ყოფაში, ქვეყნის ცხოვრებაში, რა მდგომარეობაა ხალხში, რა სიტუაცია. ვინ არის ოპოზიცია? ოპოზიცია ეხმარება ხელისუფლებას რაში? იმიტომ რომ უხერხემლოა. და ხალხის დიდი ნაწილი ლაპარაკობს, ამ ოპოზიციას ეს ხელისუფლება გვირჩენიაო, ამაში მეც მეთანხმები. მაგრამ ხელისუფლება არ განძლევს, რომ შეიქმნას პოზიტიური პოლიტიკური გუნდი. ამის საშუალებას არ გაძლევს. ეს არის დანაშაული. ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყოს და ბიძინავანიშვილი გამოსულიყო და დამცველად კი არ დამდგარიყო თავისი პარტიის. არამედ ეთქვა იმას, რომ ქვეყანას პარტიებს გარეთ ყავს ხალხი და საჭიროა როგორც მეცნიერები ამბობენ პროფესიონალი და პარლამენტი და მოდი ერთი მოვისმინოთ რა არის ამდაგვარი რამ. არა, არც მოსმენა, არც გვედიდგომა, არც არაფერი და ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რაც პროგრესულია, მაგრამ დაცვა ვისი? იმ ხალხის დღე-დაღამე ნოტაციებს გვიკითხავს კაცი, რომელმაც აბუ-დაბიში რა გააკეთა და 1000 ჯერ უთხარი, რომ შენ რომ ის იყო დეპუტატი რო ხარ წალინჯიხიდან თუ სამეგრელოდან არის. ხესეზე რა ღირს ელექტროენერგია, ემგუქესე რა ღირს მეთქი ელექტროენერგია. სომხებმა რო ააშენეს და თურქებმა იქ ღირს ლამის 20 თეთრი, 1 კილოვატ-საათი და 2 თეთრი ღირს ემგუქესე. მე ვეუბნები რომ გაუთანაბრეთ რა იმას, სომხებს ასაც ვაძლევთ პულს, გაუთანაბრეთ იმას და ეს პული სამეგრელოს მოახმარეთ. სიტყვა არა მოუღია. წავიდა იქ იჩხუბა. ჩამოვიდა აქეთ და დღე-დაღამ ტელევიზიაშია, ნაცვლად იმისა, რომ ვინმეს ეთქვა, რომ აი რა ცოტა ხანს გადი რა გვერდზე რა. არა. ესე იგი ყველაფერი ხალხი ჯინაზე. თქვენ რაც არ მოგწონთ ხალხო, მე იმას ჩაგშრით პირში. ეს რა პოლიტიკაა ბატონებო? და ტყუილი. ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ პოზიტიურია, ყველაფერი არის ბლეფი. ტყუილი. ხომ ძიმე რამეს ვამბობ? მაგრამ მე ხო არ ვამბობ ისე, რომ აი ხო ხედავთ, აგერ ვერ ხვეწები მის წარმომადგენლებს. მოდი რა თემაზეც გინდა დავიდეთ ვილაპარაკოთ. არ აინტერესებს, იმიტომ რომ იცის რომ ვერ მოიგებს. რომ ტყუილს უჭერს მხარს. არავით არის ომი აქ არავის არ უნდოდა. მოსახლეობის 99% დღეს გონია, მე იმ 1%-თან ვარ და იმ 1%-მა უნდა შეძლოს, რომ დანარჩენი 99%-ის გამოიყვანოს ამ ილუზიიდან, რომ ვიღაცას ომი უნდოდა საქართველოში. არავის ბატონებო ომი არ უნდოდა საქართველოში. ეს საქართველოს ხელისუფლება მოიგონა, იმიტომ რომ ჩინეთთან გაემართლებია ეს ხელშეკრულებები პორტი ჩინეთს, ხელშეკრულება უნიკალური ჩინეთთან. ესე იგი, შეიხების ფული, მე ვთქვი ამისინ, რომ 94 დიდი მსტუროა, ძალიან ჩამოიყვანა ეს შეიხების უამრავი ისა, სასწაულის იყო და შეიკრიბა მე თავრობის ძალიან დიდი ჯგუფი და ითქვა, რომ არ შეიძლება ამ ხალხის ფულით დაბანდება მოხდეს, ამერიკელებთან რჩევა გაწიეს. ესე იგი, ჩვენ მივდივართ იმის წინააღმდეგ, რაც უარყოფილია. რაც უარყოფილია. ესე იგი, ქვეყნება უარყვეს სათამაშო ბიზნესი ჩვენთან მიდის არნახულად და შავი ფულით ეთრდება. ძალიან ბევრი ცდილობს იმას, რომ გარედან ნაკლები ვინმე შემოვიდეს. ჩვენ 160 ქვეყანასთან გვაქვს მოღებული ჭიშკარი და ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები ძირითადში არიან გარედან ჩამოსული ხალხით. აი, მეტროთი მოვდიოდი დღეს, მეტროში თუ ერთ ვაგონში ვიყავით 100 კაცი, ერთი 40 იყო ფერადკანიანი. პატივისცემ მათ. მაგრამ ეს არ არის საქართველოს მომავალი. მე ამას ვამბობ, თორე კი ბატონო, მე შეიძლება მეშლება ეს და იყავით
თქვენ მზად ვარ რომ მოგისმინოთ და მოусმინო ვინმე ოღონდ მოვიდეს და დამარწმუნოს რომ ჩვენ ვცდებით ამაში შეიძლება რომ ესეთი ამათ სატანისტური ჯგუფები უწოდო ისეთი ხალხი დგას ქუჩაში ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ ესე იგი როგორი ინტელიგენციის როგორი წარმომადგენლები მონანიების შემქმნელები რეჟისორები გამოვიდნენ ხომ აი ამ თუ 200,000 და 300,000 თუ რამდენი ეს ხალხი სატანისტურია თავისთავად უფრო მძიმე არ არის არაფერი ბატონებო ტყუილა ეძახით ამას ნორმალური დღეს ერთი ხელისუფალი დღეს ამას შეკრავს ისე აი დღეს მეუბნებოდნენ ესე იგი მეცნიერთა კონგრესში რომ ახალგაზრდები მოვიდნენ რომლებიც ლექციებს კითხულობენ აგერ ამ იმას და თქვენს რომ ამ პარტიებს როგორ შეიძლება გავყვეთო იქ რო არიან ამათ ყველას ეძახიან ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები ხართ ჩვენ ვერ ვლაპარაკობ ნაციონალურ მოძრაობაზე ისე როგორც ამ ბიჭებმა ილაპარაკეს ამ ახალგაზრდებმა რატო არ ვცემთ ამას პატივს და რატომ ნათლავთ ასე და რატომ ჩვენ რო ვიდექით ქუჩაში მაშინ კარგები ვიყავით როცა ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ ჩვენ ვაკეთებთ სწორად მაგრამ თუ სხვა აკეთებს ის არის დამნაშავე ჩვენ რო ქუჩაში ვიდექით ეს იყო სწორი სხვა რო დგას ქუჩაში ის არის ტყუილი რა არის ხლე რატომ იმიტომ რომ ბიძინა ამანიშვილს მოწონს ასე თქვენ დაღუპავთ ბიძინა ამანიშვილს ბიძინა ამანიშვილს რომ გარემო ყავდეს მე თქვი და ეს ძალიან პრინციპული საკითხია იმისი რომ შევარდნაძეს ის კალი გაერღვია იმ მაფიოზების კალი რომელშიც მოექცა ბიძინა ამანიშვილი ორჯერ უფრო მაფიოზების კალშია დღეს მოქცეული აბსოლუტურად ხმას ვერავის ვერ ცემს ხმას ერთი რაიმე ვინმე გაკრიტიკებული არ მინახავს მინისტრი ან მოადგილე ან განთავისუფლებული ვიღაც გამგებლის მოადგილეს და ვიღაც აზია ლაპარაკი მინისტრი და ვინმე ისე ჩუმად გაუშვებენ გამოუშვებენ ერთი ვინმე სერიოზული ანალიზი არ მინახავს არსად ისევე როგორც ამისი თქვი ერთმა პიროვნებამ ჭკვიანზე ჭკვიანმა კაცმა მითხრა რომ მეო დავფიქრდიო თქვენ როცა თქვითო რომ სააკაშვილის დროს მითხარეთ ერთი პიროვნება მაჩვენეთ რომელმაც ერთხელ მაინც უთხრა სააკაშვილს რომ ბატონო მიხეილ ასე ხომ არ აჯობებდა არ არსებობს ესეთი რამ მაჩვენეთ ბიძინა ამანიშვილთან ერთი პიროვნება რომელიც იტყოდა მთელი მისი ამ 12-13 წლიანი მის დროს ერთი პიროვნება რომელიც იტყოდა რომ ბატონო ბიძინა ასე ხომ არ აჯობებდა არა ეხლა მოდი ვნახოთ უამრავი ვინმე და მეც რას ველაპარაკებოდით შევარდნაძეს იმიდან ეხლა თქვი ამის გადაცემაში რომ პარლამენტის ტრიბუნასთან დავდექი და ვთქვი რომ ქვეყანაში სისტემაა კორუმპირებული და ეს კორუმპირებული სისტემა შექმნა პარლამენტმა და მისმა მთავარმა გუნდმა მოქალაქეთა კავშირმა 97 წლის 13 ივნისი პარლამენტშია ჩაწერილია სიტყვა გადაეცით ეს თქვენ დღეს მეტყვით ვინმეს რომელიც გაბედავს და რომელიც გამოვა და ამას იტყვის დღევანდელი ამის 1000-ს იტყვის რაც მე ვთქვი ორჯერ სასამართლოში პრეზიდენტს უჩივლა გუბერნატორმა და ორჯერ სასამართლო მოუგე თქვენ გესმით რომ ასეთი ვინმე არსებობს პრეზიდენტი მეუბნებოდა რომ იმას ნუ დავხტე ამას ნუ აკეთე მეუბნებოდი მე ქალაქის მერი ვარ და ვიქცევი ისე როგორც უნდა მოიქცეს ქალაქის მერი მე თქვენ არ გიჯერებთ ამ საკითხში ტანკებს დავხტი იმათ დავხტი რუსების ისინი არ გავატარე ყველაფერი მეუბნებოდა ნუ ვაკეთებ მაგას მე მეუბნებოდი რომ თქვენ დანიშნეთ სხვა მერი და იმან გააკეთოს ისე მე ასე არ გავაკეთებ თქვენ დღეს არ მოგიდგენიათ ამის ისა სხვა რეალობა ეხლა ვის აწყობს თავარი თემა ვის ინტერესებშია ბიძინა ამანიშვილის ყოფნა პოლიტიკაში თავარი ინტერესი ვისი უნდა იყოს ქვეყნის არის ქვეყნის ინტერესებში ნოლი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა ქვეყნის ინტერესებისთვის ნოლია რატომ ტენდენციურია ბოღმაკაცია პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს ქვეყანას არ იცნობს არ იცის დიდი ხანი იყო წასული და არ იცის ის რაც ბევრი რამ რომელიც ქართულთანაა დაკავშირებული ვინც ფეხქვეშ გაეგება და ვინც აკებს მისია ისა მისთვის ღირებული კაცი ვინც რაღაცა სერიოზულს ამოს ის არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები აიტანს ამას მე გარწმუნებ თქვენ დღეს იმაში რომ ბიძინა ამანიშვილი რომ თავის სფეროში რაც იცის იქ იყოს და დღეს
მე ეჭვი არ მეპარება უამრავ ადამიანთან მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრები იყვნენ თურქები რომლებიც წავიდნენ თანამდებობებიდან ესე იგი რომ იხსენებენ როგორც კოშმარს ისე იხსენებენ მასთან ურთიერთობას როგორც კოშმარს რომ შეუძლებელი იყო რაიმეზე კამათი შეუძლებელი იყო რა რასაც იტყოდა ის ისე უნდა თანაც პიროვნება რომელიც არ იყო საქართველოს დიდხანს არ იცის ბევრი რამ თქვენ იცით ახლა მე ყოველ შემთხვევაში მე ვიცი იმერეთში ცხოვრობდი რომ ქართულად რომ ჩამოვიდა ქართულად ვერ ლაპარაკობდა რუსულიც არ იცის ნუ თქვათ იმას ქართულად ვერ ლაპარაკობდა და მაშინ ამბობდა იმას რომ მე არ მაქვს ქართულად წიგნები რაიმე წაკითხული ჩვენ ფულის მონები გავხდით ხალხო ყველა ერთ რამეში ვთანხმდებით რომ ბიძინა მანიშვილის ფული რო არ ქონდეს შეიძლება გამარჯვება არ უთხრეს არავინ ქართული ინტერესისთვის ეს არ ვარგა ქართული ინტერესისთვის არ ვარგა იმიტომ რომ ჩვენ ვართ ინტელექტის ქვეყანა და გაანულა ეს ავტორიტეტები გაანადგურა ქვეყანაში რით გაანადგურა ფულს აძლევს ხმას ვერ იღებენ აი ასე დროს აი როცა რა მდგომარეობას დღეს არის ქვეყანაში იყვნენ ადამიანები რომლებიც გამოდიოდნენ და ხმამაღლა რაღაცას ამბობდნენ მე მახსოვს გიგა ლორკიბანიძე ჯოხი როგორ დაუწყა შევარდნაძეს ღიად და პირდაპირ სახელმწიფო საბჭოს ხდომაზე თქვენი ვინ გგონიათ საქართველოს აი მისი რაღაც ამდაგვარი მძიმე სიტყვა უთხრა ვინ გაუბედავს პრაქტიკულად ავტორიტეტები მოსპეს პატრიარქის სიტყვებია როდესაც ჩვენ მივედით მასთან რამდენიმე წლის წინ და ქართული ერთობის დარბაზის წარმომადგენლები რომან ურვასი იუბილეი იყო და როცა შეხვდა პატრიარქი ამით დაიწყო რომ საქართველოში ებრძვიან ავტორიტეტებს გაანადგურეს ქვეყანაში ავტორიტეტები ხმას ვერ იღებენ ვერ გამოდიან სიტყვას ვერ ამბობენ იმით უნდა ამოვუღოთ რა ქვია სიტყვა ენის ამოდგმა უჭირთ და თანაც ამართლებენ იმ რომ პოლიტიკაში არ ვერევი რა პოლიტიკაში არ ერევი სახელმწიფო ამხელა პიროვნება ხარ ავტორიტეტი ხარ აბა ვინ უნდა ჩაერიოს იმაში რას ქვია არ ერევი რა არის ეგ ამას მიმართავ ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანებს ხაბატონ ნონა გაფრინდაშვილს ბატონ რომან ურუას ბატონ სტურუას რომელიც თავიდან ბოლომდე ის გახდა ბიზნეს მორჩილი გახდა რა გაქვთ თქვენ ვინმე სამორჩილო ხალხო თვითონ მასაც ღუპავთ ხომ მე ხო თქვენ არ გებრძვით არა წარმოუდგენლად მიყვარხართ არიან ძლიერი აკადემიკოსები ყველანი ვინმე რომ მივიდეს და უთხრას მე რამდენიმე პიროვნებას უთხარი მე არაფერი არ მინდა შეიკრიბეთ და დავწერეთ 1.15 გვარი და უთხარით მიდით რა ბიძინევანიშვილთან და ბიჭო არ გინდა ტელევიზია არ გინდათ არაფერი მიდით დაელაპარაკეთ უთხარით რომ ასე არ შეიძლება და თუ რამე თუ თქვენ თანაც ვეუბნებით ერთ რამეს თუ თქვენ არ იზიარებთ იმას რომ რასაც ჩვენ გეუბნებით მაშინ დაგვარწმუნეთ ჩვენ ამაში არა ყველაფერს ვიზიარებთ მაშინ თუ ყველაფერს იზიარებთ მიდით და უთხარით ამას მეცნიერთა კონგრესმა გააკეთა იქ ვერ მიდიან აბა რა არის ეგ ხა ასე გავწირეთ ხალხი განადგურდა ინტელიგენციის ავტორიტეტი ქვეყანაში ადამიანებს ვერ დაელაპარაკები იგი მეცნიერია ესა გაკიდულია მაგენი ყველანია თბილ კაბინეტებში ზიან ისეთ რამეს გაიგებ ხანდახან რომ ხანდახან ადამიანი ფიქრობს სიცოცხლე არ ღირს ვინ გაანადგურეს ნეობრივი ავტორიტეტები შეიძლება ის ქვეყნის ინტერესებში იყოს იმის ჯერ ერთი ბიძინა ივანიშვილი პირველი ნომერი იყავი ხომ გამოდი და რაღაც ახსენი კაცო გამოდი პირველი ნომერი იყავი სიის სათავეში იყავი თქვენ მოგცათ ხმა ხალხმა ხო ვინმე რომ მოთხოვოს ეს არა ვერ უბედავს ვერავინ ვერაფერს ძალიან ბევრმა მითხრა რომ ჩვენ მაგი რო დაველაპარაკოთ ეხლა მე კარები დაგიკეთება და გამოგვაგდებენ იქიდან ანუ ყველა ფიქრობს თავის სკამზე თავის ფულზე თავის ოჯახზე ერთი პიროვნება მეუბნებოდა გუშინ რომ ქუთაისშიო ყავის ჯიხური რო ჩადგა ორი პიროვნება დამისახელეს რომელთა ვიზნე იმას გარეშე წარმოუდგენელია ჯიხურს ვერ ჩადგამ რომ ყავა ის იყოს რა კონკურენციაზეა აბა ყველაფერი მონოპოლიზებულია რომელ ეკონომიკაზეა ლაპარაკი ამ ქვეყანაში რომელ ეკონომიკაზეა კორუფცია არის ნუ ესე იგი წარმოუდგენელი
ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პოლიტიკაში არ არის საქართველოს ინტერესებში. საქართველოს ინტერესებში არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ევროპასთან და ამერიკასთან და ყველასთან დაპირისპირებული ვართ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს უთხრეს 12 წელი ხო იყავი, წადი ეხლაო რა. რა წავიდეო? და იმის გამო ეს ყველაფერი ატეხილი. რუსეთი ამას ეთქვის, ეხლა პუტინი ეთქვის, წადიო თვითონ მე მგონი ისე სტალინზე მეტი ხანია ზის იმ თანამდებობაზე. თურქეთი ეთქვის ამას, ჩინეთი ეთქვის ამას, ირანი ეთქვის ამას, ვერ ეთქვიან. ამიტომ ვინც ვერ ეთქვის ამას, იმათთან ვართ კარგად. ვინც ამბობს იმას, რომ ორი არჩევნები საკმარისია და წადი მოვიდეს სხვა. სხვას არ ქმნიან, ვითომ არავინ არ არის. ეს ოპოზიცია ხალხს არ უნდა და სწორადაც არ უნდა, არც ხელისუფლება უნდა, არც ოპოზიცია, მაგრამ ამ ორ შორის არჩევაში ძალიან ბევრი ხელისუფლების მხარეს იხრება. მაგრამ ეს აღნიშნავს იმას, რომ ეს ძალაა, რომელიც საქართველოს მომავალს მოუტანს. მე გარწმუნებთ ერთ რამეში. ეს მეცნიერთა კონგრესის მყარი პოზიციაა. როგორც კი დამთავრდება დაპირისპირება ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, დამთავრდება ორივე პარტია იმავე დღესვე. ეს იციან, ამიტომ დაპირისპირების დასრულება არ აწყობთ. არ აწყობთ. ჩვენი პოზიცია რა იყო? ესე იგი, დაპირისპირებაში მართალი არ არსებობს, ვერ გაარკვევ. და თუ გინდა, მაშინ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილს უეთქვა, რომ მე არ მინდა ეს დაპირისპირება და არ ვიღებ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას, ნაციონალურ მოძრაობას არ მიიღებდა მონაწილეობას, ან თუ მიიღებდა, ხმასაც ვერ მიიღებდა. და დასრულდებოდა ამ ქვეყანაში ეს უბედურება. მაგრამ ნაცვლად ამისა მოხდა პირიქით. რატომ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე აწყობს. სადაც არ გაიხედავ. იმ სახს ვინაშენებს, ამ სახს ვინაშენებს, იმას ვინაკეთებს, ამას აბსოლუტურად არაფერს ხელისუფლების გარდა რიგითი ადამიანი, ქართველი, წვინით გატენილი ადამიანების უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ვინმე ცემს პასუხს, აი აგერ, ეხლა ანალიზი გავაკეთეთ გუშინ. აი თქვა დიდი ფირმები, რომელიც არის საქართველოში, ეკონომიკაზე რო არის ლაპარაკი, ნახეთ რა ხდება. სუფთა მოგების 75-80% მეპატრონეებს მიაქვთ. 25%-ის ფარგლებშია ხელფასის ფონდი. რა ხდება ევროპაში? რა ხდება ამერიკაში? რატო არ აწყობთ ამათ? იქ 50%-საც ვერ წაიღებს მეპატრონე. 50-55% ხელფასის ფონდია. და ხელფასი ეძლევა ხალხს. ჩვენთან კატასტროფაა. ხმას ვერ ვიღებენ. ხელისუფლება ვერ თხოვს პასუხს. მე ერთმა პიროვნებამ მითხრა, მე არ მომწონს ამისი თქვი, არ მომწონს, შეიძლება ტრამპი არ მომწონდაო, მაგრამ მოვიდაო იმ დღესვე 10%-ით შემცირდა ფასები და იმ დღესვე ბევრი რამ ავტომატურად მოწესრიგდაო. საქართველოში ქართულ ფულთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის ნიშანი იმისა, რომ უკვე საბანკო სისტემა, სახელისუფლებო საბანკო სისტემა, ეროვნული ბანკი გახდა ფულის გარკვეული, როგორც იტყვიან, აი სოროსული მეთოდია გამოყენებული. რა გააკეთა სოროსმა დიდ ბრიტანეთში? ერთ პერიოდში იცოდა, რომ დავარდებოდა ფასი, იყიდა ისინი, მერე უცბად ავარდა ფასი და აი ნახეთ თქვენ. ესე იგი, აი, ეხლა გუშინ ვამბობდით ერთ რამეს, რომ 1 მილიონი დოლარით 2 მილიონ 900.000 ლარს იყიდიდი, თქვა 10 დღის წინ. ნუ რამდენიმე დღის წინ ამ მნიშვნელობა აქვს ეხლა. დღეს 1 მილიონი დოლარით გუშინ უпроსორად იყიდიდი 2 მილიონ 770.130 ლარი. 10 მილიონი რომ ჩადო, ეს ხო არ უჭირს მე ვინმეს, არა? 10 მილიონი 1.300.000 ლარს იგებ უცბად, ხო? 100 მილიონი რო ჩადო 13 მილიონს. და ნუ ეს ყველაფერი ხა წარმოიდგინოთ უცბად ერთ დღეში. კატასტროფული რამეები ხდება. ეშინია ბიძინა ივანიშვილის წასვლა თანამდებობიდან და ოცნებას წასვლა, იმიტომ რომ აი რატო ამერიკა კარგი? აი მოვიდა ტრამპი. და ტრამპმა უკვე ხედა ამოყარა ეს ძველი ისინი, როცა პარტიები ცვლიან ერთმანეთს, ეს იციან იქ და ვერ ბედავენ
მიუხედავად ამისა ხედავთ რაები ამოყარა. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ საქართველოში ეროვნული ძალა მოვიდეს. რა კორუფციას ნახავს მოკავშირისას დღესაც კი ამოიღებს ნაცმოძრაობის და ოცნების. რატო ვერ ამოიღეს ოცნებას და შევარდნაძეს გარანტად დაუდგა ამერიკა და უთხრეს სააკაშვილს არ შეეხო ამას. მოვიდა სააკაშვილი, უთხრეს იმას არ შეეხო. სააკაშვილს კოსტუმით და იმით დაიწყეს და რაღაც რაღაც სისულელებზე იყო ლაპარაკი, ხო? მე ხან აცვლად იმისა, რომ გენოციდით უნდა ყოფილიყო. თქვათ აი მოკავშირმა, აღორძინებამ, ნაცმოძრაობამ, ოცნებამ გენოციდი მოუწყვეს ქართველ ხალხს. დაიცალა 2 მილიონი ნახევარი ქვეყნის გარეთაა წასული, ვინც დარჩა საქართველოს მოსახლეობაში ხელფას ვინც იღებს 2-5% თუ აქვს საარსებო მინიმუმისთვის საჭირო, ანუ 3000 ლარზე ნაკლებს არ უნდა იყოს ერთ კაცზე. 5 ოთახი, 5 უსულიან ოჯახში 15,000 ლარი უნდა იყოს შემოსავალი. სად არის ეგეთი რამე? სად არის? ტყუილია ყველაფერი. ბლეფია ყველაფერი ესენი. გაძვირდა ხელფასები არა და გაძვირდა საშილა თბილისი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი და თბილისის ძვირი ქალაქი არის ბათუმი. ფასების ანალიზი რო გავაკეთეთ, რასაც ვყიდულობდი, ვთქვათ, ადრე რასაც ვყიდულობდი 560 ლარით, დღეს ვერ ვყიდულობ 1200 ლარით. 3 წლის 560 ლარით რო ვყიდულობდი, დღეს 1200 ლარით ვერ ვყიდულობ. 1200 ლარით ვერ ვყიდულობ იმას. და თქვენ ამბობთ, რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში გაიზრდება, აბა რა იქნება ახლა? ქუთაისში რომ 500 ლარი ღირს, ერთი იმის ამოთხრა, საფლავის ამოთხრა, რომელიც ძველ პერიოდში უფასო იყო და მე 100 ლარის ფარგლებში თუ იყო, 5-ჯერ უარი, ნუ ეხლა ესე იგი ერთი საფლავის გათხრით საქართველოს ბიუჯეტში შედის 500 ლარი. ადრე შედიოდა 100, 5-ჯერ გაიზარდა. ერთი საფლავი ითხრება, მაგრამ 5-ჯერ მეტი ფული შედის ეროვნულ, რასაც ვამბობ ჩვენ, უკვე თურმე ეს დიდი ისა გაიზარდა ამის იმით და ეკონომიკა, რა ეკონომიკა გაიზარდა. ერთი საფლავი ნეტავი საერთოდ არ მჭირდებოდეს და ესე იგი სახელმწიფო მე რა უთხრა ბიზნესად რო იქცა, ადამიანის გარდაცვალება და დასაფლავება რო ბიზნესად იქცა. სათამაშო ბიზნესში ხალხი შეუძლებს დიდ ფულს, დასაფლავების ბიზნესში ხალხი შეუძლებს დიდ ფულს, იყიდება ეს წარმოუდგენელი ფასები აქვს 10, 15, 20,000 ლარი ღირს, 2 ადგილიანი ისო იყიდო, ისეთ სასაფლაოზე, ვითომ ბევრმა არც იცის, რომ ასეთ საფლავი არის. დღეს ესაა რეალობა ქვეყანაში. და ხალხის მდგომარეობა არის კატასტროფული. მე დავდივარ სამოქალაქო ტრანსპორტით. მეტროთი და თბილისის ქუთაისში თუ დასავლეთში სადაც არ მივდივარ, არ ყავს შენ მანქანა, არ გქონია მანქანა და არ ყავს. ნუ ერთ სიტყვით, ბიძინა ივანიშვილი, ვისაც სახელმწიფო ქვეყნის ინტერესებში არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა. ქართველი ხალხის ინტერესებში არ არის. ჩვენი ევროპელი მეგობრების ინტერესებში არ არის. ჩვენი ამერიკელი მეგობრების ინტერესებში არ არის. მთელ მსოფლიოში ქართველი ხალხის მეგობრების ინტერესებში არ არის. მაშინ ვის ინტერესებშია? ოცნების ინტერესებშია, მაფიოზების ინტერესებშია, მეჯღანუაშვილების პოლიტიკაში ინტერესები, მეჯღანუაშვილების მასში რა ქვია ბიზნესში და ყვარყვარეების პოლიტიკაში ამათ ინტერესებშია, გარე იმ ძალების ინტერესებშია, რომელსაც ქვეყნის დაპყრობა უნდა და ქვეყანაზე იმის დადება იმათ ინტერესებშია, ჩვენს ინტერესებში არ არის. და ჩვენ ამას უკრავთ ას და გითხარით მე როგორ, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგი, ბიძინა ივანიშვილია საქართველოს წინააღმდეგი. მე არა ვარ მის წინააღმდეგი. მეცნიერთა კონგრესი ამბობს იმას, რომ ყველა უნდა გადავარჩინოთ. ჩვენ ყველანი მჭირდებით ამ ქვეყანას და გამონათქვამი, რომლის გამოც აი ჯვარს გვაწვეს. ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საჭიროა, მაგრამ არა პოლიტიკაში. რომ ასე არ შეიძლება ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყანაში და ფულს აძლევთ და მათხოვრად აქციეს ეს გენიოსები. აკადემიკოსი იქნება ეს თუ დიდი სპორტსმენები და სხვები და სხვები. მაგრად უნდა შეიცვალოს ეს სისტემა. პარასკევს მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ვალერი გელბახიანი მოიტანს თავის სისტემას, დღეს ბატონ პატა
შუბიძესთან მქონდა საუბარი, შეიძლება მან გუშინ ბატონი საინტერესო პიროვნება არის, ვაჭო დიდ გვართან დაკავშირებული დახუნდარიძეების გვარი და გდანში მქონდა ესეთი კარგი შეხვედრა და იქ ისეთი კარგი მოსაზრებები ჩამოაყალიბა, შეიძლება ყველას, ვისაც რაიმე საინტერესო წინააღმდება აქვს, როგორ უნდა შედგეს ჩვენთან არჩევნები, ჩვენ ამ მოკლე პერიოდში ჩავატარებთ იმას დღეს ხო ვთქვით ბიზინე ავანიშვილის ყოფნა ვის ინტერესებშია. ჩვენ მალე ამ მოკლე პერიოდში ვაპირებთ გავაკეთოთ ასეთი, ვის ინტერესებშია არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩატარება არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ვადამდელი არჩევნების ჩატარება ქართველი ხალხის ინტერესებში. თქვენ დღეს გონიათ რომ ოპოზიციის ინტერესებშია. პარლამენტი რომელიც დღეს თქვენ გვაქვს, ეს არის სამარცხვინო. ევროპა იმდენად გაძლიერდება მოკლე პერიოდში. თქვენ ნახავთ ამას. ევროპა ჩვენდამი დამოკიდებულებას არ შეცვლის. 1 აპრილიც მოდის, მე მგონი თუ რაღაც ვადარო აქვს მიცემული. თქვენ ნახეთ რა განცხადებები გაკეთება. ეს არ იქნება მარტივი სიტუაცია. და დღეს გაჩერებულია ამდენი ხანი, რომ აი აგერ ტრამპი ამდენი ხანი მოვიდა, ამერიკის ადმინისტრაციაში საქართველოს სიტყვა არ ხსენებულა, ევროპაში არ ხსენებულა, ყველა ელოდება აპრილამდე რა მოხდება. რაც აქვთ მოცემული დავალებები ჩვენთან. აქედან ილანძღებიან. მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვაა. მე არ მესმის ეს დაპირისპირების პოლიტიკა ვის ინტერესებშია. საქართველოში დაპირისპირების პოლიტიკა, რომელიც დღეს აპოგეას აღწევს, ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ არის. ეს არ არის საქართველოს მომავლის ინტერესებში. ეს არ არის ჩვენი მეგობრების ინტერესებში. დაპირისპირება არის დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესებში. ამით დავასრულებ. დაპირისპირება რო დამთავრდება ოცნებასთან ნაციონალურ მოძრაობას. ეს უნდათ მათ, არ უნდათ? ამიტომ ვიფიქროთ კარგად. ეს ექნება სათაური სწორედ დღევანდელ ჩემს გამოსვლას. დაპირისპირების დასრულება ნიშნავს ამ ორი პოლიტიკური ძალის დასრულებას. ეს არ ნიშნავს რომ არ პოლიტიკურ არნაზე არ იქნებიან და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. აქ ლაპარაკი ამაზე რომ მართველები არ იქნებიან, ეს ორი გაბატონებული ძალა ქვეყანაში და არ აკარებენ სხვას. აწყობს ერთსაც და მეორესაც, იმიტომ რომ არჩევნებში არის ფული. ნახე რა ფული მოდის ევროპიდან. როდესაც ითქვა რომ პრეზიდენტმა ამდენი ფული მიიღო, გამოვიდა დღეს ხუხაშვილი და თქვა, მაგათ ისინი თქვა რომ ამერიკას ამდენი გადაუხადეს ამაში, იმდენი ყველაფერი იციან ერთმანეთის, არა? შიგნით ყველას ხავს თავის წარმომადგენელი. რომ იქ ვიღაცა ლობისტები ჩამოიყვანეს და უდიდეს ფული რომ ამერიკის კეთილგანწყობა ეყიდათ. როდესაც თქვენ სხვა ქვეყნის კეთილგანწყობას იყიდით, იმ ქვეყანაზე დამოკიდებული ხდებით. ჩვენ არავის კეთილგანწყობის ყიდვა არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ქართული პოლიტიკა. ქართული პოლიტიკის ყველა მხარდამჭერი იქნება. ამერიკაც და ევროპაც და სხვა ქვეყნებიც, თუნდაც იგივე ჩინეთი, ეხლა დღეს ვისაც როგორ უნდა ისე გიყენებს და გვათამაშებენ. გვათამაშებენ როგორც უნდათ. არ ვიცი, შეიძლება თქვენ არაფერს არ იზიარებთ, რაც მე ვისაუბრე, მე არ მაქვს არავით არ ისინი, მე გულწრფელად და ღიად გითხარით, როგორ ფიქრობ. მე ძალიან შეწუხებული ვარ ამ მდგომარეობით და ვთვლი, რომ დღეს პირველი ნომერი საქმე არის დაპირისპირების დასრულება. დაპირისპირების დასრულობასთანავე იწყება საქართველოს სულიერი მისიის შესრულება. ჩვენ არ შეიძლება რომ აი ასე უდიერად ვეკიდებოდეთ იმას, რა კოდით ჩადებულია საქართველოში. ამას ასე უდიერად ვეკიდებოდეთ, ეს არ შეიძლება. ამიტომ დაპირისპირება აღსჩობს ამ ქვეყანას, ანგრევს ამ ქვეყანას, მიწასთან ასწორებს. და მისი დასრულება ამ მოპარპაშე პოლიტიკურ პარტიებსაც, ბიზნესში ბეჭდანუაშვილებს და პოლიტიკაში ყვარყვარეებსაც დაამარცხებს და ნახავთ თქვენ როგორი საინტერესო ხალხი წამოვა ბიზნესში, ნახავთ როგორი საინტერესო ხალხი წამოვა პოლიტიკაში. 99% შეიცვლება პოლიტიკოსთა შემადგენლობას და ბიზნესის შემადგენლობას. ეს არის სისტემური ცვლილებები. ეს არის ინტელექტუალური რევოლუცია. ტრამპმა რა უწოდა? ინტელექტუალურია რევოლუცია, საღი აზრის რევოლუცია. აბა რა არის ინტელექტუალური რევოლუცია?
საღი აზრის რევოლუცია. ჩვენ მე მიმაჩნია რომ ალბათ ეს უფრო უკეთ ინტელექტუალური რევოლუცია. ამერიკა სჭირდება საღი აზრის რევოლუცია. და ჩვენ ჭაობში ჩაგდებული აზრით ვიმართებით. დაპირისპირებით. გუშინ საუბარი მქონდა ბატონ ვახტანგ დავითაიასთან, ძალიან დიდი მხატვარი ხელოვანი. ესა მოქანდაკე და რა ვიცი. ჩვენ ამერიკის ერთ-ერთი საპატიო ერთ-ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქეები ერთად გავხდით. და აი აგერ იაკობ გოგებაშვილის ურჩითხები, ჯიუტითხები. აი გაუკეთებია და ვაპირებთ რომ ჩავიდეთ და გადაცემა გავაკეთოთ. დინარეზე ხიდი გაკეთა და ჯიუტითხები არიან ამაზე. ორივენი და მალე გადავარდებოდნენ ამ დინარეში. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ რომ არ დაიხჩონ. არ ვარ ჩვენ ესეთი ამის ისა, მაგრამ ისინი რომ ქვეყანას აღჩობენ ფაქტია. მათი დაპირისპირება ქვეყანას აღჩობს. ნუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაცნობიერდება ხალხში, რომ არ შეიძლება ხელისუფლება იყოს უფროსი. ხელისუფლება არის მსახური. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ხალხი. ხელისუფლება არის დაქირავებული ძალა. დაქირავებული ძალა არ შეიძლება ასე გირახუნებდეს თავში. დაქირავებული ძალა ცხოვრობდეს ასე და შენ თვითონ იღებდეს 15,000 ლარს ხელფას პარლამენტში და შენ გამადიდეს 400-500 ლარს. და იმას გეუბნებოდეს რომ 300 ლარია საარსებო მინიმუმია. მაშინ როცა 3,000 ლარია. სულ სიყალბეში ვცხოვრობთ. ჩვენი ამოცანა არის დავასრულოთ სიყალბე და კორუფცია ამ ქვეყანაში. მაგრად ვიყოთ.